გამომცემლობა ბილიკები და მაკა კვერინჩხილაძე წარმოგიდგენთ. ქართული სიბრძნე, რომლითაც აღვიზარდე. წიგნი მეორე, ჯიუტი თხები. ავტორი იაკობ გოგებაშვილი. ადაპტირებულია მაკა კვერინჩხილაძის მიერ, ილუსტრატორი ილია ჭრელაშვილი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი მდინარე. ამ მდინარეზე გადებული იყო ძალიან ვიწრო ხიდი. ერთხელ ორი ჯიუტი თხა ერთმანეთს ამ ხიდზე შეხვდა. თუმცა ხიდი ისეთი ვიწრო იყო, ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევდნენ. რომელიმე თხას გზა უნდა დაეთმო მეორისათვის. განზე გადეგ უხეშად მიმართა ერთმა თხამ მეორეს. მე რატომ გავიწიო? შენ გაიწიე თუ კარგია. მე ამოვედი ამ ხიდზე პირველი. თხები გაჯიუტდნენ. დაიწყეს ჭიდილი არა მე და არა შენო. არც ერთი მათგანი არ აპირებდა გზის დათმობას. დაეტაკნენ თხები ერთმანეთს. რქების ჭახაჭუხი ისმოდა გარშემო ეკოდ. ართმობდნენ თხები, ჭახაჭუხობდნენ რქები. თხებს სულაც არ გახსენებიათ, რომ ხიდი ძალიან ვიწრო იყო და საჭიდაოდ ფართო ასპარეზი არ ჰქონდათ. მალე ჯიუტმა თხებმა თავი ვეღარ შეიკავეს და წყალში გადაცვლიდნენ. სიჯიუტემ ვერ გაიმარჯვა. არც ერთი დარჩა მოგებული და არც მეორე. გალუმპული თხები მდინარიდან ამოფოფხებას ცდილობდნენ. დასასრული. ავტორის შესახებ იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა და გარდაიცვალა 1912 წლის 1 ივნისს. იგი იყო პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, დედაენის შემქმნელი.